ძალიან გაგიმართლათ პირველივე პარტნიორში თეატრში. ვერიკო ანჯაფარი. ვერიკო ანჯაფარი ლეგენდა ადამიანი, მართლა ლეგენდა. ნერვიულობდით, აი, როდესაც პირველად უნდა შესულიყავით მასთან ერთად სცენაზე. არა. აი, ერთ უცნაურ ამას გეტყვით. ვერიკოს და სესილის ჰქონდა ძალიან უცნაური ურთიერთობები. ძალიან მეგობრები იყვნენ, მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, ხო, სცენაზეც და ნუ სესილი ძალიან ადრე წავიდა თეატრიდან, არა, პენსიაზე გავიდა რატომღაც. მაგრამ თეატრში სულ დადიოდა სესილი. და ერთხელ სპექტაკლის დილის სპექტაკლები ინიშნებოდა ხოლმე, მაშინ იყო ეგეთი რაღაცა, კვირას უნდა ყოფილიყო ორი სპექტაკლი, 12 საათზე და 8 საათზე და დილის სპექტაკლი დაგვინიშნეს. და ვერიკო მეუბნება, კაცო, რა უცნაური ქალია ეს სესილი უკას. მაინდა-მაინც ეხლა უნდაო 12 საათზე რომ მოვიდესო და მოკლედ სესილი გვიყურებსო რა. ეს რომ მითხრა და იცი ამ სესილის ყვახენა. ანერვიულდით? ანერვიულდი, იმიტომ ვერიკო ანერვიულდა კაცო. აი როგორც ეს რა ქვია, აბიტურიენტი აი ესეთი გახდა სცენაზე, იმიტომ სესილიზის დარბაზში. ახლა ვერიკოსის მეც გადმომედო, ახლა მაშინ ეს ოსტატობაც ხო არ იყო არა მაშინ, 21 წლის ავი. და რომ დამთავრდა, ნუ ეს რა ქვია, შევედი სესილ პაპიროსით, ვერიკო პაპიროსით ხედან და გავარ ახლა. ამაზე მეუნებიო შენ, ნუ ამაზე ვერიკოს, ამაზე მეუნები აქედან ამისგან ამიგამ არაფერი არ გამოვა მისაგან მე რა არისო, რა მეტყველება გაქვსო შენ, რა არის ესე და ამისგან არაფერი არ გამოვა ვერიკო არაფერი. არა, სესილი გაჩერდი არ შეიძლება ახლა ვერიკომ დაუსვა. არაფერი არ გამოვა ამისგან. და მე ისა რო წავიდა სესილი და ვერიკომ ისა არაფერი არ დაიჯერო მაგისო, რასაც გეტყვისო. ეგეთი ენა აქვსო რა მაგასო რა. ძალიან მოეწონე, რადგან ესე იმას გიქნაო რა. მასეო ახლა მეც ხო ხვდა დამება ენაო და მაგირო დაждდებაო დარბაზში დაგებმება ენა, აბა რა იქნებო. ვერიკო ვიცი რომ ვერიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც აღარ უწყობდა ხელს, მაგრამ არ უნდოდა რომ დუბლიორი შესულიყო მის მაგივრად სცენაზე. სასტრაფოს მანქანა იდგა ხოლმე ეს რეანიმობილი რაღაცა ის. ნუ რა იცი რა მოუვა ხო ასაკშიც იყო ადამიანი და რაღაცა. რო დამთავრდებოდა ხოლმე სპექტაკლი, ესეთი სცენა იყო რომ მე გამომყავდა სიბნელეში, კულისებში და როგორც კი კულისებში, слушай, я жива пока. კარგად ხდებოდა რა. აი მომაკვდა, როგორ უნდა ითამაშოს ხანდახან ფიქრობდა, რომ იწყებოდა სპექტაკლი, როგორ უნდა ითამაშოს. აი აღარ არის ქალი რა. დამთავრდებოდა სპექტაკლი და ვერიკო იყო გადასარე, პაპიროზე აბოლებდა, იჯდა, საუბრობდა და რაღაც. ეს აძლევდა ძალას, ძალას აძლევდა თერაპია რა. არტისტისთვის. ნამდვილად